იმისათვის რომ გავიგოთ რითი განსხვავდება სიცოცხლის ენა იმ ენისგან რომლითაც კომუნიცირებ და საუბრობთ, მოდი მოვიყვანოთ მაგალითი. ჩვენ ვამბობთ მე შენგან მეილს ველოდებოდი, არ მომივიდა. რა არის ამ კომუნიკაციაში? სინამდვილეში. ამ კომუნიკაციით ჩვენ კომუნიცირებთ, რომ ქონდა მოლოდინი, ის მოლოდინი არ გამართლდა და ჩვენ მეორე მხარეს ვადანაშაულებთ იმაში, რომ ჩვენ ქონდა მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა. აი ამას გადმოსცემს ჩვენი კომუნიკაცია. როგორ ვაკომუნიცირებდი იგივე აზრს სიცოცხლის ენაზე. იცი რა? მე არ მომივიდა იმეილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმეილი მივიღო. ეს ამ იმეილში არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მომცემს მე სიცხადეს და მომცემს უსაფრთხოებას. ამის გამო შფოთავ. ამის გამო ნერვიულობ. ამის გამო მიდარდება. შეგიძლია თუ არ გაგიჭირდება ეს იმეილი გამომიგზავნო? როგორ ფიქრობ? არის განსხვავება ამ ორ კომუნიკაციას შორის? რომელს ისურვებდი შენ? რომელი ენით გინდა რომ გესაუბრონ და ისაუბრო შენ? დაფიქრდი მაგაზე.